ბევრს არ გავაგზავნებ, მინდა ეს ვიდეო რაც შეიძლება მოკლე იყოს. გეცნობით ალბათ ბევრს. ან არა. მოკლედ როგორც არის. 1 წლის წინ ვარჯიშობდი, მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი. თავიდან. მადლობა. გაჩი მოიცა. რა მოხდა? გაუთვალისწინებელი შედეგები არა, რა ქვია, მაგას აგიტეთ. ნუ მოკლედ ოპერაცია დამჭირდა თითზე. თითში მქონდა ეკალი, ანუ არ დაიჯერებთ ახლა ამას. დიდი ხნის მანძილზე და ჩაკაფსულებული იყო შიგნით და ვარჯიში ხელს მიშლიდა. ბევრი დავთქვი, მაგრამ ამოვჭრი ამას. კრივს როცა ვარჯიშობდი შემაწუხა და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ოპერაცია. შემდეგ უკვე აღდგენა იყო, სადღაც 1 თვის მანძილზე არ შემეძლო ვარჯიში და ასე გაგრძელდა რა, გაიწელა ჩემი ვარჯიშის დაწყება ხელახლა. სიზიფეს პონტში მიწევს ახლა ამ ლოდის ხელახლა წვერვალისკენ ატანა და ისევ ჩამოგორება. ამჯერად არ დავეცემი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ნულიდან ვიწყებ ყველაფერს, თუმცა ეგრე არის ნამდვილად. ზუსტად 3 თვე მჭირდება რომ დავიბრუნო ძველი დიდება. ვისაც გაინტერესებთ, პერიოდულად დავდებ ხოლმე ვიდეოებს, თან კიდე ამ ვიდეოების მიზანი იქნება ის, რომ мотиваცია მივცე ხალხს. აგრეთვე ვანახო ყველას, რომ მაგარი ტიპი ვარ, ძლიერი, თავდაჯერებული, დისციპლინირებული და ასე შემდეგ. არ ჩამოვთვლი ხა ამ სიტყვათა კორიანტელს. ბუნდოვანი შეკითხვები რომ არ იყოს და ადრინდელივით ვიღაცები რო არ გამომიხტნენ და რო არ დამიწერონ კომენტარებში ჰეი ძმაო შენ ახლა გრძელი თმა გაქვს მაშინ მოკლე თმა გქონდა ესე სწრაფად ვერ გაიზრდებოდა შესაბამისად ეს უფრო ადრინდელი ფოტოებია ვიდრე ახლა ხარ და რაღაცეები რა ესეთი ეჭვები რო გავფანტო ამისათვის ვიტყვი იმას რომ ეხლა არის 5 ივნისი თუ გინდათ არ დაიჯეროთ ეგეც არ არის პრობლემა და 3 თვის შემდეგ დაინახავთ ჩემს პროგრესს რეალურ პროგრესს. ახლაც განახებთ როგორი გამოვიყურები და 3 თვის შემდეგ როგორი ვიქნები რა. იმას დავამატებდი რომ კვება მაქვს საშინელი ძილის უნდა მოვიწესრიგო, რადგან დილით ვიძინებ ხოლმე, ჭადრაკს ვთამაშობ დილამდე. კვებას რაც შეეხება ფასტფუდები, თან ერთხელ ვიკვებები. ახლა ვნახოთ თუ როგორ გამოვიყურები. $92 და 600. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ პროგრესი 3 თვის შემდეგ, ეტაპობრივად დავდებ ხოლმე ვიდეოებს და რა ვიცი. გამომყევით თუ სურვილი გაქვთ დროებით.